გამარჯობა. მე ვარ ანასტასია როსტომაშვილი, 10 წლის. დღეს დიდგორის ბრძოლაზე უნდა გიამბოთ. 900 წელზე მეტი გავიდა დიდგორის ბრძოლის გამარჯვებიდან, რასაც შემდგომ ქართველების მიერ თბილისის აღება და დედაქალაქის არაბთა მრავალწლიანი მმართველობისაგან გათავისუფლება მოჰყვა. ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს თბილისიდან 40 კილომეტრში დიდგორის ველზე გაიმართა. ქართულმა ჯარმა დავით მეოთხე აღმაშენებლის სარდლობით თურქ-სელჩუკების არმიას ძლია, რომელსაც გამოცდილი სარდალი ილღაზი მეთაურობდა. 1121 წლის აგვისტო იდგა. დავით აღმაშენებლის მეთაურობით ქართული ჯარი დიდგორის მისადგომებთან თურქ-სელჩუკთა კოალიციური ჯარის წინააღმდეგ საქართველოს ისტორიაში პირველი დიდი გამარჯვებისთვის ემზადებოდა. ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელს ერთი ტაქტიკური ხერხისათვის მიუმართავს. როდესაც ორივე მოწინააღმდეგე ლაშქარი საომრად განლაგდა, საქართველოს ჯარს 200 ჯვაროსანი გამოიყო და მტრისაკენ გაემართა. მაჰმადიანთა ლაშქრის სარდლობას ეგონა. ჯვაროსნებმა ალბათ მეფეს უღალატეს და შეწყალების საცხოვნელად მოდიანო. ამიტომ ისინი უპრობლემოდ შეუშვეს თავიანთ განლაგებაში. მაგრამ ჯვაროსნებმა უეცრად იარაღი იშიშვლეს და მტრის მეომართა ხოცვა დაიწყეს. ეს ძალიან მოულოდნელი იყო მოწინააღმდეგესათვის, რამაც ცხადია მტერიც დააბნია. ამავე დროს ქართულმა ლაშქარმა მტრის ფლანგებს ორი მხრიდან შეუტია. ლაშქრის ერთი ნაწილი თვით მეფის სარდლობით, ნიჩბისის ხევით დასავლეთიდან უტევდა მტერს. ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მხრიდან დემეტრე უფლისწული დაეშვა თავისი ლაშქრით და მთის ძირში საომრად განლაგებულ თურქ-სელჩუკთა ლაშქარს შეუტია და იქმნა სასტიკი ბრძოლა ორ მთას შორის. ეს იყო დღე, რომელმაც შექმნა ძლევაის საკვირველი. დღე დიდი გამარჯვებისა. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლისთვის ორივე მხარე დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და საბოლოოდ 12 აგვისტოს ერთმანეთის პირისპირ დადგა ქართული ჯარი დავით აღმაშენებლის მეთაურობით და თურქ-სელჩუკების გაერთიანებული ლაშქარი, რომელსაც გამოცდილი სარდალი ილღაზი უძღვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდგორის ბრძოლაზე რამდენიმე ისტორიკოსი მოგვითხრობს, დღემდე ზუსტად არავინ იცის კონკრეტულად რამდენი ადამიანი გამოვიდა ბრძოლის ველზე ერთ ან მეორე მხარეს. წყაროები ქართველების მხრიდან დაახლოებით 56,000 მეომარს ითვლიან. მათ შორის არიან ალანები, ყივჩაღები და 100 ფრანგიც. ერთადერთი, რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ქართული ჯარის წინააღმდეგ უზარმაზარი ლაშქარი დაძრულა. სიმრავლითა, ვითარცა ქვიშაზღვისა, რომლითა აღივსო ქვეყანა. ისტორიკოსების გადმოცემით, მტრის ჯარი 300,000 მეომრისგან ყოფილა შემდგარი. დავითის როგორც სამხედრო სტრატეგის გენიალურობა ის იყო, რომ ილღაზი საკმაოდ გამოცდილი სარდალი, რომელსაც მანამდე ჯვაროსნები ჰყავდა დამარცხებული, აიძულა ბრძოლა მიეღო იქ, სადაც ის თავის რიცხობრივ უპირატესობას ვერ გამოიყენებდა. ბრძოლის წინ დავითმა ლაშქარს მიმართა. ეჰა, მეომარ ნოქრისტესანო, თუ ღვთისმშვილის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არა თუ ეშმაკის ურიცხუ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთ რას მეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ ხელების ცისკენ აპყრობ, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ,
რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ ამ ხეობის შესასვლელი, რომლითაც შემოვსულ ვართ, ხეთახშირი ხორდგებით შევკრათ. და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შეუდიოთ. დავითი მხოლოდ მეომრების პატრიოტიზმის იმედად ვერ იქნებოდა. ამიტომ მან ჯარს უკან დასახევი გზა მოუჭრა და ხეობა ჩახერგა. ბრძოლა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა და ქართული ჯარის გამარჯვებით დასრულდა. ისტორიული წყაროების ცნობით, დიდი იყო როგორც მსხვერპლის, ასევე ტყვედ ჩავარდნილების რაოდენობა. დავითის ისტორიკოსის ცნობით, გლეხებმაც კი ნახეს, როდესაც ქართველ molashkrებს არაბთა მეფეები მოჰყავდათ მტყვედ. ხოლო მტყვედ წამოყვანილ სხვა გოლიათებზე სიტყვის თქმა რაღაც საჭიროაო. ცხადია, ბრძოლაში ქართველთა მხრიდან დაჭრილთა თუ დახოცილთა რაოდენობა დიდი იყო, მაგრამ საქართველოს ლაშქრის დანაკლისი მტრის ჯარის დანაკლისთან შედარებით იმდენად მცირე ყოფილა, რომ არც ერთ ისტორიკოსს მისი აღნიშვნა საჭიროთაც არ ჩაუთვლია. ქართველებმა გაქცეულ მტერს უკან მისდიეს. ერთ-ერთი ისტორიკოსის ცნობით, ქართველთა ლაშქარმა მტერს 8 დღე ქალაქ ანისის საზღვრამდე სდია და დიდი ზიანი მიაყენა მათ. თვითილღაზი თავში დაჭრილი სანახევროდ მკვდარი დაბრუნდა სახლში. 1122 წელს თბილისის, ხოლო 1123 წელს დმანისის აღება სწორედ დიდგორის ბრძოლის გაგრძელება იყო. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში. ამასთანავე საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.